სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ნელ-ნელა ჩვენი მოგზაურობა შობის მარხვაში უახლოვდება თავის დასასრულს და ჩვენ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულისკენ მივემართებით შობისაკენ, მაცხოვრის შობისაკენ. რა იქნებოდა ესეთი კითხვა რო დავსვათ ადამიანური ცხოვრება ქრისტეს გარეშე? წარმოუდგენელია უბრალოდ ამის წარმოდგენა. რა მდგომარეობაში იქნებოდა ადამიანის სული, რომელსაც დაპატრონებოდა გამძვირვალებული დემონური სტიქიები, ერთი მხრივ ათეიზმი, მეორე მხრივ უაზრო ფანატიური რელიგიები. მაცხოვარმა მოიმონადირა, განწმინდა, განამშვენა, აამაღლა ადამიანის სული, მისცა მას კადნიერება, ძალა, დააყენა ღვთის წინაშე. ურყევ კლდეზე დაადგინა ადამიანი, ურყევ კლდეზე. ვერაფერი ამ ქვეყნიური სტიქია ასე რო აშინებს ადამიანს და აძრწუნებს და ძრწოლვაშია და შიშია, ვერაფერი ვეღარ არყევს თუ ის ეფუძნება ქრისტეს. და არა მარტო მისცა ამ ქვეყნიური კეთილდღეობა, არამედ აზიარა მარადისობას, აზიარა ღვთის წიაღს. ის გვიშლის ხელს მოშ. და ამიტომ ასე ამბობენ მამები, წმინდა მამები, რომ თვით შესაქმეც, მთელი სამყაროს შესაქმეც კი არის კნინი და აჩრდილი ქრისტე მაცხოვრის შობასთან შედარებით. დღეს ჩვენ წავიკითხეთ საოცარი სახარება. ყველა სახარება საოცარია, მაგრამ დღევანდელი სახარება მართლა განსაკუთრებულია. იმიტომ რომ მთელი სულიერი ცხოვრების შესახებ არის საუბარი აი ამ პატარა მონაკვეთში. აი ეს არის სიბრძნე და უდიდესი სიბრძნე სახარებისა. პატარა მონაკვეთში მთელი სულიერი ცხოვრება არის გაშუქებული. მთელი შინაგანი ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩვენ გარეგნულად ასე თუ ისე რაღაცნაირად ვაწესრიგებთ ჩვენ ცხოვრებას, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანს უჭირს შინაგანი ცხოვრების მოწესრიგება. და არა და გარეგნულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ადამიანის შინაგანი ცხოვრება, მისი გული. როგორც ხარ შენს ფიქრებში, აზრებში, შენს გულში, შენს შინაგან სამყაროში, ისეთია ღმერთის დამოკიდებულება შენთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი წესი რელიგიისა, ღმერთთან ურთიერთობისა. ამიტომაა ჩვენ გვიკვირს, რომ ადამიანები გარეგნულად ძალიან დიდ კეთილ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ უბედურები არიან. ადამიანები არიან, რომლებიც ტაძრებს აშენებენ, მაგრამ უბედურები არიან. და უფრო მეცაც გეტყვით, ურწმუნოები არიან შინაგანად, იმიტომ რომ და აი ეს არის, როდესაც ადამიანი არ აქცევს ყველაზე მნიშვნელოვანს, ყურადღებას. არავის არ ინდობს ამ წესის დარღვევა. არც იერარქს, არც მღვდელს, არც ერისკაცს, არავის. ვინც დაარღვევს ამ სულიერ კანონს, არ მიხედავს, არ მოაწესრიგებს, არ განამშვენებს მის შინაგან სამყაროს ქრისტეს სახარების მიხედვით, სულიერი პრინციპების მიხედვით, ვინც ვერ მონახავს ღმერთთან ერთობას, განწმენდას, მისი გარეგნული საქმელები უტოლდება ნოლს დებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაკეთოთ და თქვათ, რომ ეხა ეს დუალიზმია, მარტო შინაგანი ცხოვრება და გარეგნულს არ პირიქით. ესე ამბობენ, გრწამს. ეხა რა ვაკეთოთ? თუ გრწამს, ეხა აღასრულე ცნებები და უპირველეს ყოვლისა შინაგანი ცნებები და გარეგნული ცნებები.
დღევანდელ სახარებაში საუბარია კეთროვანების განკურნებაზე, მოგეხსენებათ კეთრი იყო მაშინ განკურნებელი სნეულება, ინფექციური დაავადება, შიშის ზარს ცემდა ის მაშინდელ კაცობრიობას, საზოგადოებას და მიუხედავად იმისა, რომ ეს უძიმეს დაავადება იყო და ნელ-ნელა ხრწნიდა ადამიანს, ანადგურებდა უფრო მეტი უარესი სიმძიმე ამ დაავადების ის იყო, რომ კეთროვანები განდევნილი იყვნენ საზოგადოებიდან. წარმოუდგინეთ, ავანტყობს ნუგეში როცა არ აქვს, ჯერ ერთი ხედავს რო კვდება, მაგრამ მეორე ნუგეში რო არ აქვს, ახლობლებისგან, ნუგეში არ აქვს საზოგადოებისგან და გარიყულები ცხოვრობდნენ ტყეებში და გამოქვაბულებში. ასეთი ადამიანები შემოხვდა მაცხოვარს, რომლებიც ახლოს ვერ მოახლოვდებოდნენ, არ იყო წესი ახლოს მოახლოების და შორიდან ხმამაღლა ღაღადებდნენ იესო მოძღვარ შემიწყალენ ჩვენ. და აი ამ ღაღადება, ამათმა შინაგანმა ხმამ მოაბრუნა ქრისტე, მოაბრუნა აი ამ კეთროვანებისაკენ. ამიტომ ეკლესიამ ისესხა ეს ლოცვა, ცოტა ჩაასწორა უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, მაგრამ უფალო შემიწყალე იგივეა და გამოიყენა ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქრისტიანის ყოველ ცხოვრებაში, როგორც ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი ლოცვა, რომელსაც შეუძლია მოაბრუნოს ღმერთი შენსკენ. და მაგრამ ამ ლოცვას ჰქონდა წინაპირობა. ამ ადამიანების ასეთ ღაღადის, რომ ღმერთი შემოაბრუნა მათკენ, შეჩერდა, მიატოვა თავის საქმეები და მიხედა მკეთროვანებს. ეს იყო ამ ლოცვას ჰქონდა საფუძველი და ეს საფუძველი იყო საჭიროება. მათი უდიდესი სნეულება, გამოუვალი მდგომარეობა, არაფერი ხსნა არ ჰქონდათ გარდა ქრისტესი. და აესიდო მასში, აეს გამოიყენა ეკლესიამს, ამას იყენებს ეკლესიაც, იმიტომ რომ ეს ლოცვა იმიტომ არის საყოველთაო, რომ ადამიანი განიკურნოს უფრო მეტი და უარესი კეთრისაგან. ეს არის სულიერი კეთრი, დებოდაზმე, უფრო უარესი ვიდრე ფიზიკური კეთრია. ამიტომ საჭიროება არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ უფალო შეგვიწყალეს, შეიძლება თუთი ყუშმაც თქვას. და უფალო შეგვიწყალეს, ბევრი ამბობს გარეგნულად, მაგრამ ვერაფერს ვერ ღებულობს, იმიტომ რომ არ აქვს ეს საფუძველი, არ აქვს საჭიროება. თეოფანი დაყუდებული ამბობს, თუ არ არის საჭიროება, გააჩინე იგი. როგორ გააჩინო? გაიხსენე, შეხედე შენს მდგომარეობას, შენს უბატურ მდგომარეობას, შენს უმადლო მდგომარეობას, შენს კრიტიკულ მდგომარეობას, შენს ცოდვებს, რომელსაც მთელი თხემი ტერფამდე მოუცავს ადამიანი. გააჩინეს და როდესაც გააჩინებ, შენში ბუნებრივად აღმოხდება გულის თქმა უფლის მიმართ. და როდესაც აღმოხდება, მაშინ მოხედავს ღმერთი შენს და მოგხედავს შენს ცხოვრებას. ესე იგი და რას ამბობენ, როგორც კი გავიწყდება შენ ეს ყველაფერი და აი ამ ცხოვრებისეულ ხიბში ცხოვრებ, როგორც კი გავიწყდება შენ ეს საჭიროება, მაშინ შენი ლოცვა ტკდება, მაშინ შენი სულიერება ტკდება და მაშინ შენი წინსვლა ტკდება. ეს არის საფუძველი, იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს, რომ შეინანეთ და გრწმენინ სახარებაი. შეინანენ არის საფუძველი, როდესაც ხედავ მდგომარეობას შენსაც, როდესაც შენ საჭიროებას ქმნი, როდესაც შენ აი ამ ბურანში, აი ამ ნისლში, რომელიც შენ შეგნით არის, ის განა არ არის ჩვენი დაცემული მდგომარეობა, უბრალოდ ბურანია, ნისლში ხედავ რამეს, ვერ ხედავ. ეს ნისლი უნდა გაფანტო და დაინახო შენი მდგომარეობა და აქედან შეხაღადო, აქედან იშვება საერთოდ იესოს ლოცვა და უფლის სახელით მოწოდება. კადნიერი ლოცვას არათამდაბალის, არაკადნიერის და ადამიანს, რომელსაც არ ჭირდება საერთოდ ისე ლოცულობს, ამას ღმერთი არ ღებულობს, თუმცა მამები ამბობენ, რომ შეიძლება არ ქონდეს ჩვენ შინაგანი ასეთი შინაარსიო, მაგრამ იესოს ლოცვა მაინც უნდა ვთქვათო, ხან მექანიკურად, ხანაც შეგნებულად. ღაღადების შემდეგ სწრაფადვე არ უპასუხია მაცხოვარს მათ აი ამ არ უპასუხია კეთროვანებისთვის
და აქ მეორე უდიდეს საიდუმლოებას გვეხსნის. ჩვენ თქვით პირველი ეს არის ღაღადება იესოს სახელით, არაფერი არ არის ცისქვეშეთში იესოს სახელზე უფრო დიდი. არაფერი არის დედამიწაზე მის სახელზე უფრო წმინდა, უფრო ახლობელი ჩვენი სულისთვის. იმიტომ რომ ჩვენი სული ბუნებით არის ქრისტიანი. ამიტომ ის ეძებს მსგავს და მისი მსგავსი ადამიანის სული ეძებს ღმერთს და ამას პოულობს ამ სახელით ლოცვით. მეორე თქვით ეს არის შინაგანი სამყაროს დანახვა, მისი კეთროვანების დანახვა, საჭიროების შექმნა და მესამე უდიდესი საიდუმლოება ეს არის ნდობა. და უთხრა, ნახეთ რა უცნაურ ამას ეუბნება, როგორ გამოცდას უწყობს რწმენისას, რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა და მინდობა ღმერთისა. წადი და უჩვენე თავი მღვდელს. ჯერ აქ ხედავთ იმას, რომ დაცემული ეკლესიის, რომელიც მალე უნდა შეიცვალოს, იმ მღვდელთან უშვებს. წარმოიდგინეთ, მღვდელს რამხელა ძალა. იოანე ქლოპირი ამბობს, დედამიწაზე არ არის მღვდლობაზე უფრო დიდი მსახურება. რომ არ იყოს მღვდლობა, არ იქნება არც ღვთისმოსაობა, არც ნათლობა, არც ზიარება, არც აღსარება. არაფერი არ იქნება ამაზე დიდი და მღვდელთან აგზავნის მას. მაგრამ ნახეთ რა საოცრებაა, კი არ უპასუხებენ, კი არ ფსარამბობენ, მაშინვე ბრუნდებიან და მიდიან ტაძრისკენ. და როგორც კი მიდიან, მაშინვე განიკურნებიან. და აქ ამბობენ, რომ ეს არის ნდობა, რელიგია ნდობის გარეშე არ არსებობს. ნდობა წმინდა წერილისა, ნდობა ეკლესიის სწავლებისა არის უმთავრესი ღერძი, რომლითაც ადამიანი ახერხებს ღმერთთან ურთიერთობას. და პირიქით ამბობენ, ვის შეიძლება ენდო შენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ნდობის ხარისხი სხვადასხვა, მე ვამბობ სრულყოფილ, თლიან, აბსოლუტურ ნდობას. ვის შეიძლება აბსოლუტურად ენდო? არავინ არ არის დედამიწაზე, ვისაც აბსოლუტურად შეიძლება ენდო, გარდა ქრისტესი და მისი სახარებისა, მისი ეკლესიისა დებოდა წვება. არავინ არ არის დედამიწაზე. და ასევე მნიშვნელოვანი სწავლება მეოთხე წარმოიდგინეთ, აი პატარა მონაკვეთში რამდენი უმნიშვნელოვანესი სწავლება იდო, რომელიც არის ღერძი სულიერი ცხოვრების. და მეოთხე გვირგვინი დღევანდელი სახარებისა, გვირგვინი დღევანდელი სახარება და აგვირგვინებს, ეს არის მადლიერება. როცა ნახეს, რომ განიკურნენ, მაშინვე შეამჩნიეს, იმიტომ რომ კეთრი კანის დავადება, კანზე ჩნდებოდა პირველი, მერე აზიანებდა სისხლძარღვას, მერე ლიმფურ სისტემას და მერე საერთოდ პარალიზებას იწვევდა ადამიანს. კანზე მაშინვე ნახეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ განიკურნენ, მაგრამ ერთი დაბრუნდა მარტო. ისიც სამარიტელი, ერთი დაბრუნდა. და ნახეთ რას ეუბნება, როგორ საყვედურს ეუბნება და როგორ ისევდა მაცხოვრის სიტყვებში. და 9 იგი სად არიან? ერთი მოვიდა, მადლობდა ღმერთს, ჩაუვარდა, გამოხატა მადლიერება, აღიარა ღმერთს და სად არიან 9 სხვა? მადლიერება განაჭირდება ღმერთს. მადლიერება ადამიანს ჭირდება, რადგან მადლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამალია თვითკერძობის, იზოლაციონიზმის, რომელიც ადამიანი იმყოფება, ამ პარტავნების ერთადერთი წამალია მადლიერება დებოდა ძმებო. მადლიერება ღვთისა და ადამიანის წინაშე. ვასილი დიდი ამბობს, არაფერი ყველა წვრილმანზე შეეცადე მადლიერი იყო და ყველაფერს, რასაც გიკეთებს ადამიანი შეეცადე, შენც იგივე გაუკეთო. ყველა წვრილმანზე. და ამბობს, მადლიერს მიემატება და უმადურს, რაც აქვს, ისიც წაერთმება. მადლიერება არის კურნება, მადლიერების გრძნობა საერთოდ ღვთისა და საერთოდ ყველაფერს არის კურნება. დღეს განსაკუთრებით ჭირდება ადამიანს ეს კურნება. განსაკუთრებით დღეს ადამიანები არიან აი სევდა, აპათია, დღევანდელი დეპრესია, ერთ-ერთი მიზეზი არის უმადურობა. იმიტომ რომ რეალურად კი არ არის მის წინაშე პრობლემები, მისი პრობლემები არის მის ცნობიერებაში. იმიტომ რომ ადამიანი კარგი რაც აქვს, იმას კი არ ხედავს. ადამიანი ამახვილებს ყურებს რაც არ აქვს. და რაც არ აქვს,
ამაზე როცა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ექცევა უარყოფით გავლენებში, უარყოფით ემოციებში. და ასე ცხოვრობს უარყოფითი ემოციები იწვევენ დადამბლავებას ადამიანის სულის. ერთი ქალბატონი მივიდა მოძღვართან და რომელსაც ჰქონდა ასეთი მძიმე მდგომარეობა, აღსარების შემდეგ მოძღვარმა ურჩია, ეხა წადი და ჩემი რჩევით ჩამოწერე 20-30 რამ, რის გამო ჩვენ მადლობა შეიძლება უთხრა ღმერთს. და შემდეგ შიდაგაში მოუმატეო ამას რა, გაგახსენდება კიდევ ჩამოწერეო. და ხშირად გაიხსენე შემდეგო ცხოვრებაში რა, შეიძლება ყოველდღიან, მაგრამ ყველამე ხშირად გაიმეორეო ის სიკეთეები და იმისთვისაც მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. ჩამოწერა ამ ადამიანმა, დაიწყო ამის გახსენება, დაიწყო ყოველდღე ამის გახსენება, რისთვის უნდა რა მადლია და მადლი სულ იმ საქმეებში იყო, იმ ადამიანების კეთილ საქმეებზე ფიქრობდა, რომელიც მას უკეთებდნენ. მომატება დაიწყო ამისა და შეამჩნია, რომ მისი აპათიაც, მისი დეპრესიაც და მისი უკმაყოფილობაც და მისი სული სიდამბლავეც ამით განიკორდა. ასე რომ ღმერთმა დააგვცოთ, ღმერთმა გამოვიყენოთ ეს საღვთო წმინდა თვისებები მოხმობა უფლის სახელით, საჭიროება მივახმაროთ ჩვენ ლოცვას, ნდობა გამოვიჩინოთ, აბსოლუტური ნდობა წმინდა წერილისადმი, წმინდა მამებისადმი, წმინდა ეკლესიისადმი და გვირგვინი ჩვენი ცხოვრებისა შევეცადოთ ყოველთვის ვიყოთ მადლიერი ღვთისა და ადამიანებისაც. ყველა წვრილმანის გამო ვიყოთ მადლიერი, რასაც გვიკეთებენ ჩვენ ადამიანები. და ხშირად გავიხსენოთ ეს. და მაშინ ადამიანს არ ექნება ეს დაბოღმილება, ეს უმადურობა და ეს შინაგანი სევდა და აპათია. ღმერთმა დაგვცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.